მოგესალმებით. მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში განაგრძობს მაუწყებლობას. გადაცემით ახალგაზრდულის სული. დღევანდელი გადაცემის წამყვანები კვლავ უცვლელად მე მარიამ კაპანაძე და ესმა გუმბერძე გახლავართ. მოგახსენებთ, რომ აგვისტოს თვეში ბათუმში წაყვანილი გადაცემის სტუმარი გახლავთ იამზე გორგოშაძე, ფონდი ქველმოქმედის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ხვალ ფონდ ქველმოქმედს აქვს დაბადების დღე, რომელსაც ჩვენი გადაცემის სახელით ვულოცავთ. ვუსურვებთ ბევრი წარმატებული პროექტის განხორციელებას, რათა ფოთელების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ახლა კი ესმა წარგიდგენთ დღევანდელი გადაცემის თემას და სტუმრებს. მოგესალმებით, მეც რა თქმა უნდა ვუერთდები მილოცვას, ფონდი ქველმოქმედისადმი მიმართულს. ჩვენ ტელეფონის ნომრებს გაგაცნობთ ტრადიციულად 238805, ხოლო Skype-ის მისამართი ობიექტივი 2 ლათინური ასოებით. დაგვიკავშირდით, გამოთქვით თქვენი მოსაზრება, დაგვიშვით კითხვები ჩვენ და ჩვენ სტუმრებს, გახდით ამით ჩვენი გადაცემის თანამონაწილეები და ჩვენ შეძლებლის დაგვარად ჩვენ სტუმრებთან ერთად თქვენს კითხვებს ვუპასუხებთ. დღეს კი ჩვენ უნდა ვისაუბროთ ორ ძალიან წარმატებულ ადამიანზე და ჩვენი დღევანდელი თემა არის კლასიკური მუსიკა, ფართო და ვიწრო გაგებით, ანუ ოპერასაც მოიცავს ეს. და ჩვენ დღევანდელი სტუმრები არიან თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი სულხან გველესიანი და ასევე ბოსტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პიანისტი თამარ შალვაშვილი, რომელიც ასევე არის ფონდ არპეგიოს ინსტიტუტის პრეზიდენტი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. თამარიდან დავიწყებთ. თამარ, პირველ რიგში დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩაგვერთეთ ბოსტონიდან, იმიტომ რომ მით უმეტეს იქ ჯერ ძალიან ადრეა, სადღაც 7 საათიც კი არ არის დილის. პირველ რიგში მინდა გკითხოთ და გთხოვოთ, რომ ჩვენს მაყურებელს გაუზიაროთ, როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური კარიერა, როდის გააკეთეთ, ასე ვთქვათ, ეს არჩევანი? თამარ, გახლავთ ხაზზე და თამარ, გესმით ჩვენი? მოგესალმებით. როგორც ჩვენს თამარი არ არის ხაზზე, მოდით თამარის ვიდეო გავუშვათ პირველი თუ შეიძლება ეთერში. რათა უკეთ გავასწროთ.
მოვლენებით შემოგვერთდება გარკვეული ტექნიკური პრობლემის გამო. მანამდე კი ბატონ სულხანს ვთხოვ, რომ თუ შეიძლება გაგვიზიარეთ თქვენი ისტორია, როგორ დაიწყო თქვენი საოპერო კარიერა, ასე ვთქვათ. თავიდან ისტორიულ ფაკულტეტზე ჩააბარეთ. კი ბატონო, მაგრამ სანამ ისტორიულ ფაკულტეტზე ჩავაბარებდი, ასე ვთქვათ, ბავშვობიდან მღეროდი, ასე ვთქვათ, რომ მუსიკოსების ოჯახიდან ვარ, როდესაც მღეროდი, ხო მუსიკოსი არ არის პროფესიით, მაგრამ დედაც მღეროდა, იქ ბაბუას ჰქონდა ძალიან კარგი ხმა, დეიდა ჩემმა კონსერვატორია დაამთავრა და მისგან დაიწყო ეს ყველაფერი. მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ჩემ ცხოვრებაში მოხდა, მე დავდიოდი მაშინ იყო პიონერთა სასახლე, ახლა არის მოსწავლეთა სასახლე, ქალბატონ ქეთევანში დაგორიძესთან ანსამბლი მირანგულაში, რომელსაც ქალბატონ ქეთევანს გუშინ შეუსრულდა 91 წელი და ჩვენ გადავუხადეთ ეს დაბადების დღე, ვიყავით ერთად, მე მინდა ახიდან მიულოცო, აი ამ ადამიანმა, ამ ქალბატონმა მე მომცა სტიმული, რამე თუ როცა მე იქ დავდიოდი და ასე ვთქვათ, მღეროდი, მან ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, სოლო მომცა ანსამბლში, რომ მე ჩემი თავი წარმომეჩინა, ალბათ, არ ვიცი, აღმოაჩინა რაღაც ისეთი და იმ დღესაც ვუთხარი, რომ თქვენ მომეცეთ ის სტიმული, რასაც დღეს მე ვაკეთებ, თქვენ მომეცეთ ეს რწმენა, რომ ჩემ თავში მე დავრწმუნდი, რომ მე შემეძლო რაღაც გამეკეთებინა. ნუ შემდეგ იყო ის რომ მე მიმიყვანეს ექსპერიმენტულ სკოლაში ჩავაბარეთ 15 წლის ბიჭი ვიყავი მაშინ და ნუ მაშინ რაღაცა ვერ აუღე ალღო. ის მუსიკალური სკოლა იყო, ხო? საფორტეპიანო. არა, ვოკალური ყველაფერი იყო იმ სკოლაში, ჩვენ ვიყავით ვოკალისტები, ვსწავლობდით და მაშინ არ ვიარე. შემდეგ ვიყავი კიდევ ხელახლა დედაჩემის ძალიან დიდი ცდით 18 წლისამ ჩავაბარე და ნუ რა ვიცი, შემდეგ უფრო დავიწყე სწავლა, მაგრამ მაინც მე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც უნივერსიტეტს ვამთავრებდი, რამოდენიმე თვით ადრე შევხვდით ჩემ მოგვარეს ძალიან კარგ ადამიანს, მან ასე ვთქვათ, დიდი სიმღერა ვერ იმღერა, მაგრამ იყო ძალიან კარგი ვოკალისტი, ბატონი გოდერძი გველესიანი, მე ყოველთვის სიამოვნებით ვახსენებ მას. ჩავაბარე კი არა, მასთან მივიღე მაისტერკლასები, გაკვეთილები მივიღე მასთან და ჩავაბარე კონსერვატორიაში და ნუ შემდეგ მოხდი ბატონ თენგიზ მუშკუდიანთან, ამ უდიდებულეს ადამიანთან, ეს იყო ჩემი პროფესორი, ჩემი მასწავლებელი, რომელსაც ეხლახან გაუხსნეს ვარსკვლავი და ნამდვილად იმსახურებს ამას, რომ ვარსკვლავი გაუხსნეს და აი შემდეგ დაიწყო ჩემი უკვე ვოკალური ცხოვრება, მე გავხდი ამ საქმის ფანატი, ასე ვთქვათ და რა ვიცი, დღეს ოპერის თეატრის სცენაზე გავარდა. დღესაც სპექტაკლი მაქვს, აღარ აბესლუნდა ეთერი მომავლის პარტიას ვასრულებ. ესმა მოდი მე აყურებელს წარუდგინოთ ბატონი სულხანი მარის მასწავლებელი ვიყავი სკოლაში ერთი პერიოდი და ამიტომ ხო მოდი უკეთ რომ გავაცნოთ, თუ შეიძლება მესამე ვიდეო ჩაგვერთეთ, რადგან
მოდით სულხან ბატონო სულხან გითხარით როგორი იყო ოპერისკენ მიმავალი გზა რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული გითხარით ნუ ოპერისკენ მიმავალი გზა ძალიან რთული იყო იმიტომ რომ ესე იგი ჯერ იყო არ იყო დარწმუნებული საზოგადოება ოპერისკენ მსგავსობა რომ მე შევძლებდი ამ ხედულობის საზოგადო ნარჩენი ხედულობაა ხო ნარჩენი ხედულობის პატრონი შევძლებდი ოპერის სცენაზე თამას მოწონდათ ჩემი სიმღერა კონცერტებზე ყველაფერი მაგრამ მაინც არ იყვნენ დარწმუნებულები და რა ეჭვები გქონდათ თუ რა ვიცი ახლა დირიჟორთან კონტაქტი იქ მსახიობებთან კონტაქტი ერთმანეთთან რა ვიცი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რაღაც არის მე ბოლოს და ბოლოს ისეთი განათებაა იქ თვალებში რომ მოგანათებ შეიძლება ვერაფერი ვერ დაინახო მაგრამ არ ვიცი ამ დიდმა შრომამ ამ დიდმა სიყვარულმა მე მოხდა ესეთი რამე რომ 1999 წელს მაშინ ასე ვთქვათ პრემიერი იყო სახელმწიფო მინისტრი იყო ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე მისი დახმარებით გამიკეთდა ოპერაცია რამაც მე მხედველობის მომატების საშუალება მომცა ასე ვთქვათ მხედველობა მომემატა და მომცა კიდევ ის საშუალება იცით მე სპექტაკლზე თვალზე ვიმაგრებ ლინზას რომლის მეშვეობითაც საკმაოდ მიადვილდება უკვე ურთიერთობა დირიჟორთან და კონტაქტი. ეხლა უკვე ისე შევეჩვიე რომ რა ვიცი ძალიან ასე ვთქვათ თავისუფლად გზნობ თავს სცენაზე და ეს ძალიან დიდი ბედნიერება. ნუ მაგრამ ყოველთვის რა არის ისიც უნდა იბრძოლო იმისთვის რომ მიაღწიო. არ უნდა დაისვენო არც ერთი დღე. აი თქვენს ვიდეოდან გამომდინარე ეხლაც რომ უსმენთ და ადრეც რომ ყოველთვის რომ უსმენ, ყოველთვის მიჩნდება კითხვა რომ ეს არის თქვენი მოწოდება და როგორ იყო რომ წარმოუდგენელად თქვენ კიდევ რაღაცა სხვა ინტერესიც გქონდათ მანამდე თუნდაც ისტორიული დაამთავრეთ თუნდაც მუსიკალურ სკოლაში სიალოზე უარი თქვით თავიდან და თავიდან ბავშვობიდან კი რითი იყავით დაინტერესებული ანუ რატომ არ ვიცი იცით მიყვარდა სიმღერა მაგრამ აი ჩემი თავი როგორც ოპერის მომღერალი თავიდან ახალგაზრდობაში პატარა ბიჭობაში ვერ წარმომედგინა უფრო ხალხურის მომღერლობა მინდოდა ან ქალაქური სიმღერები მემღერა მინდოდა ესაც დღესაც ნუ ახერხებ და მღერი ხოლმე და მაგრამ იყო ასე ვთქვათ რა ვიცი ნელ-ნელა მოვიდა იცი როცა მე ჩემ ხმაში დავინახე რომ მე შემიძლია ეს გავაკეთო არ მესმოდა ჩემი ხმა როგორც საოპერო მომღერლის ხმა ნუ ძალიან თვითკრიტიკული ვარ დღესაც და ეხლა რაღაცები რო ვიჯექი და უსმენდი რაღაცები რა მომწონს შევიშუშნები ხოლმე ხო და რა შეეცით საქმე მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნება რომ მე ამას შევძლებ აი ეს არის ჩემი პროფესია მე 22 წლის ასაკში აღმოვაჩინე აი ვინ დაგეხმარათ ამის აღმოჩენაში ვინ გიბიძგათ ასე თქვა აი მიბიძგა ნუ ჯერ თქვი რომ დედა შემსულა ძალიან პროფესიონალი მომღერალი გამოსულიყავი ვოკალისტი გამოსულიყავი პროფესიონალი ეს ერთი და შემდეგ აი როდესაც მე ვთქვი გოდერძი გველესიანი როცა მან პირველად გაკვეთილი მომცა და გამამღერა აი ისეთი რაღაცები გამაკეთებინა რომ მე მივხვდი რომ ჩემ ხმაში იყო საოპერო მომღერლის რაღაცა შესაძლებლობები აი წეგან თქვენ აღნიშნეთ რომ ლინზის დახმარებით და ოპერაციის დახმარებით დადეკეთ ოპერის სცენაზე ანუ ფიზიკურად როცა მხედველობის შეზღუდვა აქვს ადამიანს შეიძლება ვერ მოახერხოს ეს ანუ თქვენ რომ წინსვლა არ გქონოდათ მხედველობის კუთხით შეიძლება კი რა ვიცი ეს იყო ერთი ის რომ მე საკუთარ თავში დავრწმუნებულიყავი როდესაც მე მხედველობით უფრო მეტი დავინახე და შევხედე და დირიჟორთან ასე ვთქვათ მივხვდი რომ კონტაქტი მექნებოდა ეს ერთი შენ თავში თქონდა დარწმუნდე და მეორე ნუ ხლა ხალხია არ ქონია შეხება ასეთ რამესთან უცხო ამათ ხო უცხო იყო მithmetes საქართველოში და რა ტექნიკებს იყენებდნენ რომ დაუშვათ კომუნიკაციისთვის მანამდე ანუ თქვენ ხო მანამდეც იდექით სცენაზე არა მაშინ არაფერი მე მანამდე კონცერტებზე მღეროდი და ასე ვთქვათ არაფერი პრობლემა გამოდიხარ დადგები მხედველობა კი მქონდა მე ისეთი რომ გამოსულიყავი და ამდგარიყავი და მემღერა მაგრამ ნუ ეს ამის შემდეგ მოხდა მე მახსოვს ძალიან დიდი დახმარება ბატონი გურამ მელივასი როდესაც მე თეატრში მიმიღო ბატონმა გურამმა რიგოლეტოს სპექტაკლში შევყავდი და როგორც აი ესე მითხრა პირდაპირ ბატონი თემურ გუგუშვილი იყო მაშინ მუსიკალური ხელმძღვანელი და დავდგათ ეს სპექტაკლი როგორც სულხანს აწყობს ეს იყო ძალიან დიდი დახმარება ეს ამან მე სტიმული მომცა ესე მე ვჭირდები თეატრს მე ვჭირდები საზოგადოებას და ასეთი ადამიანები თუ არა ძალიან ძნელია მარტო ბრძოლა არ გამოგივი არ შეიძლება დამავიწყდეს ბატონი რევასტაკიძე როდესაც 2000 წლის 6 ივნისს გაიხსნა საოპერო სტუდია ასე ვთქვათ შევიდა დიდ დარბაზში ნუ ამას დიდი პერიპეტიები ახლდა წინ და მაშინ ბატონმა რეზომ მომცა საშუალება იმის რომ მე დამდგარიყავდი და დაისი მემღერა ამ გახსნაზე
აი ესეთი ადამიანების თანადგომა რომ არა, ნუ ძალიან ძნელია, მაგრამ შენს უნდა აჩვენო ყოველთვის თავი რომ ხარ ფორმაში, რომ გინდა, რომ გაქვს სურვილი. ჩვენ მომღერლები საერთოდ ყოველთვის აქეთ დღეს სპექტაკლი მაქვს და ყოველ დღე ვამტკიცებთ ჩვენ რომ გამოდივართ სცენაზე, ჩვენ ფორმაში ვართ და ჩვენ ვჭირდებით თეატრს. იმიტომ რომ ხელოვნება ესეთი რამე არის თუ მოეშვი და მოდუნდი მეორე დღეს აღარ დაჭირდები. რას ეტყოდით იმ უსინათლოებს, რომლებიც დავუშვათ საერთოდ ვერ ხედავენ, მაგრამ აქვთ ის სურვილი, რომ თუნდაც საოპერო მომღერლები გახდნენ. რა, ძალიან საინტერესოა მარტო სპექტაკლის საკონცერტო კამერული სიმღერა, ძალიან საინტერესო, ძალიან ბევრი ნაწარმოებია შექმნილი კამერული ისეთი, რომ შეგვიძლია მარტო კამერულ, სხვადასხვა თუ არ გამომივიდოდა მე ოპერის სცენაზე დადგომა, გადაწყვეტილი მქონდა რომ კამერული მომღერალი გავხდარიყავი კარგი. ამაზე მე მუშაობ და ძალიან ბევრია, შეიძლება ვერ ხედავს, მაგრამ ასე თუ კამერული მუსიკა იმღეროს და გახდეს მომღერალი ცნობილი და მოღვაწე, იმიტომ რომ კამერული მომღერალია ძალიან კარგი. ან არის ოპერის საკონცერტო შესრულებები, როდესაც დგანან მომღერლები ორკესტრის წინ საკონცერტო შესრულებებს ასრულებენ და იქ ძალიან დიდი კონტაქტები თუ არაა საჭირო პარტნიორებთან თუ დირიჟორთან დაილაპარაკებს სად რა ჭირდება დირიჟორს იმუშავებ და ამას გააკეთებ ყველაფერს. ამიტომ ყველაფრის გაკეთება შეიძლება თუ იბრძოლებ, თუ იშრომებ. რა უნდა გაითვალისწინო იმ ახალგაზრდებამ, ვისაც შეიძლება ოპერის სცენაზე დადგომის სურვილი გაუჩნდეს, უქნებ ურჩიათ. თქვენი გზა რომ მათ მოუწევთ, ფაქტიურად თქვენი გზის გავლა და აი. კი ბატონო. იცი რა, გასათვალისწინებელი ბევრი რამეა. ჩვენ მოდი წინ აღვნიშნავ ჯერ რომ მე ძალიან რთულ პირობებში ვისწავლე კონსერვატორიაში, იყო 93-98 წლები, როცა ციოდა კონსერვატორიაში, დენი არ იყო. ну არის სიცივეში და ჩვენი თაობიდან რომ მომღერლები გამოვედით ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა რომ აი შეიძლებოდა ყველაფერი რომ ჩვენ მომღერლები არ გამოვსულიყავით ისეთ რამე მომხდარიყო მაგრამ ეხლა დროში ძალიან ადვილია ძალიან ბევრი რამე აი კონტაქტია ძალიან იოლი ხო კომუნიკაცია ძალიან იოლი და უნდა ისწავლონ ენები რა თქმა უნდა ნიჭი უნდა კონდეს ხმა უნდა კონდეს სურვილი ძალიან დიდი და შრომა და შრომა. სხვანაირად მიღწევა ძალიან ძნელია. შეიძლება შენ ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო, კარგად მღეროდა პირველ ხანებში, მაგრამ ვიღაცა ვინც შენს ნაკლები მონაცემების მქონე ადამიანმა იშრომოს ისე რომ გადაგასწროს სკოლებაში ვეღარ დაეციოს. აი როგორ ემზადებით ან ფორმას როგორ ინარჩევთ? ანუ მე ვიცი რომ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს კვებასაც კი. კვებასაც მნიშვნელობა. აი რათული პროფესიაა, იცი ეს მაგ შეიძლება ასე ვთქვათ, საჭმელი მიირთვა და უცებ ლუკმა გადახცეს და იმ სპექტაკლი კონდეს და ვერ იმღერო. ყველაფერი შეიძლება გააკეთოს სიმღერა არის ძალიან ძნელი რამ, მაგრამ ნუ მე და ჩვენ საერთოდ მომღერლები ვემზადებით ძალიან დიდი მონდომებით ვიღებთ ისეთ საკვებს, რომელიც საჭიროა მომღერლისათვის, ასე ვთქვათ, უფრო ესეც ტონუსი რომ მოვიდეს ორგანიზმში, მაგალითად ხორცი ხორცი მოხარშული ხორცია ძალიან კარგი სიმღერის წინ. მე არ ვეთანხმები აი ისიან ხოლმე მომღერლებმა და მინდა კონიაკის დალევა იციან გასვლის წინ და ეს ძალიან არ შეიძლება, იმიტომ რომ იოგები იმ წუთში ტონუსში მოდის და მეორე მესამე დღეს უკვე ეჩვევი. საერთოდ რაღაცა წამალზე ასე ვთქვათ დამოკიდებულება არ შეიძლება. ნამდვილად. არ შეიძლება ეცადო რომ კი არის რომ ცუდად ხარ და აუცილებელია ეს, მაგრამ არ უნდა იყოს დამოკიდებული იმ წუთში და მეორე აღარ უნდა იყოს ამაზე დამოკიდებული. რა ვიცი, ძალიან ბევრი საინტერესო რამის თქმა შეიძლება სიმღერასთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესოა როლების გახსნა, როცა შენ როლზე მუშაობ, ხო? ძალიან საინტერესოა და აი, როდესაც შენ ამ როლზე მუშაობ, მაგალითად, ხო? ის როლი არის შენთვის ყველაზე საყვარელი როლი იმ წუთში. მოდით აი თქვენ ახსენეთ და ბარემ თქვა თქვენს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი რაც გითამაშებთ თქვენ. ისეთ და რისი სურვილი გაქვთ კიდევ რას ითამაშებდეთ განსაკუთრებით? კი ბატონო, ჩემი უსაყვარლესი ოპერებია, ნუ ახლა დღეს აგერ აბესამოძრავეთში მურმანს ვღერი და აი მე შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რაც უფრო დრო გადის, უფრო გავიგე მურმანის ხასიათი, მურმანის ემოცია, მურმანის პიროვნება. ახლა ბერძენ მღეროდი ახალგაზრდობაშიც უფრო, მაგრამ აი ახლა რომ გავიგე, ასე ამესმოდა სიმართლე მინდა ვთქვა. ჩემი საყვარელი პარტია, როლი რიგოლეტოს როლია, რომელიც ძალიან მიყვარს. და ძალიან მალე მომიწია სპარტაშორის ამის სიმღერა და ვიყავი ბედნიერი, იმიტომ რომ ბარიტონი, რომელიც რიგოლეტოს არ იმღერებს, არ ვიცი. ეს თან ორმაგი შრომა არის, თან სამსახიობო ხელოვნებაც და თან სასიმღერო ამავდროულად.
Ესეთ რა მაინტერესებს, აი ოპერის თვითონ თეატრში ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, ხო, როგორი ხალიჩებია, როგორი აკუსტიკა. ამაზეც რო გითხრათ, ანუ რა დეტალებია საღებავი ამ მნიშვნელოვანი და აი დღეს როგორი თეატრიც არის, რამდენად კარგი არის და რა შეიძლება რომ უკეთესობისკენ თუნდაც შეიცვალოს ამ კუთხით. თეატრზე ვიტყვი რომ დღეს გვაქვს გენიალური თეატრი. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მოეხსენება სულ ყველას რომ დააფინანსა, გააკეთა და ნუ ევროპული დონის თეატრში შევდივართ და შევედით უბრალოდ გვაქვს სპექტაკლები და ვესურვილი მაქვს რომ ბევრი სპექტაკლები გქონდეს, იმიტომ რომ ამ თეატრს აქვს ის დიდი ტრადიცია, რომ ძალიან ბევრი სპექტაკლები გადიოდა. რაც შეეხება თეატრის აკუსტიკურ მხარეს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ნიუანსია იქ, ხე მაგალითად, ხე უწყობს ძალიან ხელს რომ აკუსტიკურად იყოს კარგი. კონკრეტული ჯიშის ხეების. ხო, ალბათ ეს უფრო ესეთი ადამიანების საქმე მომღერალი ვარ და ნაკლებად ვიცი, მაგრამ ვიცი რომ ხე ასე ვთქვათ აკუსტიკურ მდგომარეობას აუნჯობესებს. აი ძოდ როცა ოპერა გაიხსნა, ხო, ჩემთვის ცნობილია თუ არ ვცდები, რომ საზღვარგარეთიდან ჩადმოდიოდნენ სხვადასხვა მომღერლები, ოპერის მომღერლები. დღესდღეობით თუ ხდება მსგავსი შემთხვევები, თუ ჩამოსულა საქართველოში ვინმე ცნობილი ოპერის მომღერალი და ხო, ამ წუთებში და ამ დღეებში ჯერჯერობით არა, მაგრამ ჩამოდიოდნენ მაგალითად მე მაქვს ნამღერი დოლარ ზაჯიკთან, აიდა მიშელ კრაიდერთან, აიდა და ატილა, ნუ ჩვენი მომღერლები ჩამოდიან კიდე ხოლმე თამარი ვერი, ხო, ლადო ათანელი, გია გაგნიძე ახლა ჩამოსული ქართველები, ნუ ჩამოდიან, რა თქმა უნდა და მით უფრო ბევრი იქნება, ახლა აღარ ახალი ხელმძღვანელობა მოვა თეატრში, შეგვეცვალა ხელმძღვანელობა, მე ვიტყვი რომ ბატონი ბადრე მაისურაძე, ვინც გახდა ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ალბათ დაიწყებს ახალ, ასე ვთქვათ, ნაბიჯებს გადადგავს თეატრის ცხოვრებაში და მე ვფიქრობ, რომ დაიწყება ახალი ერა ჩვენი თეატრის ცხოვრებაში. დიდი ხანია სხვადასხვა მომღერალი არ ყოფილა ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და გასახარია. ნამდვილად რომ მომღერალს ენდნენ და მომღერალი იქნება და ალბათ მომღერლებს რაღაცა უფრო სწორ რეპერტუარს შეურჩევს ახალგაზრდებს, ჩვენს და უფრო კარგი რეპერტუარი იქნება. როგორც წესი ვინ არიან ხოლმე რა პროფესიის? არა, ყველა პროფესიის არიან რეჟისორები, არიან დირიჟორები ძალიან ხშირად და რეჟისორები ახლა. მომღერლები ძალიან იშვიათი თეატრი ალბათ რომ მომღერალი იყოს ხელმძღვანელი და ჩვენ ბედნიერება ხვდა მომღერლებს წილად და მიხარია ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ ანუ ხშირად ანუ სხვა ერთსა და იმავე სპექტაკლს რა თქმა უნდა ისწავლით რაღაცა როლს და გაქვთ რამდენად ანუ ყოველ დღე ვარჯიშობთ და კი, გაკვეთილები გაქვთ ყოველ დღე, ვიმეორებთ იმ პარტიებს და ვსწავლობთ ახალ პარტიებს, ახალ როლებს ვსწავლობთ და ვიმეორებთ იმ ძველს, მაგალითად თუ სპექტაკლი გვიწევს, თუ არა და ანუ რა ვიცი, ესეთი მდგომარეობა ან ძველს ვიმეორებთ, ან ახალს ვსწავლობთ. აი თქვენ ახსენეთ, რომ ცვლილებებს მისი დანიშვნა ცვლილებებს მოიტანს უკეთესობისკენ და რა ცვლილებებია საჭირო ოპერაში? თქვენი აზრით? ჩემი აზრით ცვლილებებია საჭირო იმ მხრივ, რომ უნდა დაიდგას რეპერტუარი, აი როგორ ვთქვა, რომელ რეპერტუარსაც მოკლედ ახალგაზრდები იმღერებენ კარგად. არ შეიძლება იცით რეპერტუარი დაიდგას მარტო ისეთი, რომ გათვლილი იყოს გამოცდილ მომღერლებზე. არიან ახალგაზრდები ძალიან ნიჭიერები, მოდიან თეატრში, არა აქვთ იმხელა გამოცდილება, რომ ძიმე წონა აწიონ, ასე ვთქვათ. და მათთვის უნდა დაიდგას ახალ ესეთი რეპერტუარი, რომ ახალგაზრდები შევიდნენ ბევრი. არის მეორე, რომ უნდა დაიდგას ბევრი ქართული რეპერტუარი, იმიტომ რომ სპექტაკლი, იმიტომ უნდა დაიდგას, რომ ქართველი მაყურებელი დაუბრუნდეს ოპერის თეატრს. უნდა დაიდგას ისეთი სპექტაკლები, სადაც საბავშვო სპექტაკლები, სადაც ბავშვები მოვლენ და აი გაიზრდებიან ოპერაში ბავშვები, იმიტომ რომ ბავშვებმა თუ არ მოისმინეს ოპერა და არ გაიზარდნენ, ასე ვთქვათ. შემდეგ ვეღარ ხო, უნდა მოვიდეს ახალი მსმენელი თეატრში და ოპერა საერთოდ ძალიან დიდი ფუფუნებაა შემოსაყვალებო. ძალიან რომელ ქვეყანასაც ოპერის თეატრი აქვს, ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება და ძალიან დიდი ბედნიერება. ამიტომაც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად, ჩვენს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ ოპერაში ხალხმა იაროს. აუცილებლად. დიახ. თქვენ მომავალი ახსენეთ და მომავალი თაობა. და ძალიან საინტერესო არის თუნდაც უსინათლო დავუშვათ საზოგადოებაში და მცირე მხედრელ საზოგადოებაში, თუ კი ხედავთ ასეთ ამომავალ ვარსკვლავებს, ან თქვენ თუ მოგმართავთ ვინმე დახმარებისთვის ან კონსულტაციისთვის და თუ არის დღესდღეობით ვინმე კიდევ ვინც ამომავალი ვარსკვლავი, ასე თქვა. ისეთ რა შეასახებებ კონსულტაციისთვის არავის მოუმართავს, არც რჩევისთვის, ალბათ ეს ხელოვნება რაღაცა ძალიან უწვდომელ ხელოვნებად მიაჩნიათ, ან არ უყვართ.
იმიტომ რომ მეც არ მიყვარდა დიდი ხანი დავყავდი ვოკალზე, ვთქვი არ მიყვარდა მეთქი, მაგრამ მე მოხდა რაღაცა რომ გადატრიალება ჩემს ტვინში ასე ვთქვათ. მაგრამ მე რამოდენიმე წელი აი მარის ახსოვს სკოლაში მუშაობდი და მაშინ ჩემმა მოსწავლეებმა გია ბუხაიძემ და ირაკლი ნუცუბიძემ ჩააბარეს ქუთაისის მუსიკალურ ტექნიკუმში, მე როგორ კონსერვატორიაშიც გააგრძელეს ქუთაისის კონსერვატორიაში, ვოკალურ ფაკულტეტზე და ვამაყობა ვიცით ჩემმა მოსწავლეებმა ამ სკოლიდან ჩააბარეს, მაგრამ ეხლა უკვე აღარ ვიცი. აი ეს მღერიან ისინი თუ იცით თუ დღეს მღერიან ისინი თუ გაქვთ. არ ვიცი, ისიც არ მაქვს ურთიერთობა. მგონი გია ბუხაიძე რაღაც ანსამბლში მღერის და ირაკლი ნუცუბიძის შესახებ არ ვიცი. აი თქვენ გიბიძგათ ბატონმა სახელია სამწუხაროდ გოდერძე. თქვენ უბიძგათ ჩვენს სკოლის მოსწავლეებს გიასთან და დღეს თუ ხედავთ თქვენ ვინმეს ისეც ვისშიც შეიძლება იყოს მსგავსი ნიჭი. და სჭირდება მას ზუსტად ის ბიძგი, რომელიც აქამდე თქვენ სკოლის მოსწავლეებს. სკოლის მოსწავლეებს, იცით, დღევანდელი სკოლის მოსწავლეებს ნაკლებად ვიცნობ, იმიტომ რომ შემიძლია ვთქვა, რომ არ დავუპატიჟივარ არც ერთხელ კონცერტებზე. რომ რაღაცა ისე რომ დავსწრებოდი და მომეს, აი ეს სპეციალურად მივსულიყავი ასე რომ მოიდი და მოისმინეთ. ისე არიან ბავშვები რაც მღერიან აღარ ანსამბლი არის, სადაც ძალიან კარგი ბავშვები მღერიან, კიდაც გიორგი ბასილაშვილი, ხო, მშვენიერი ბიჭია, აღარ თქვენ სადაც ვერით, ხო, გოგოები ძალიან კარგად მღერიან, ლამაზი ხმები აქვთ, მაგრამ ეს ლამაზი ხმები, ლამაზი სიმღერა ცოტა მეტი სურვილია საჭირო და მეტი სიყვარულია საჭირო. მე მახსოვს, მაგალითად თუ დავიწყე დღესაც ოპერის სიმღერა, დღეში 8-9 უსმენდი ოპერას. რომ ასე ვთქვათ, გამეგო შემყარებო და რა ხდება, როგორ ხდება, დღესაც როგორც კი ვახერხებ, აუცილებლად ვზივარ და უსმენ და ვიღებ ამ სიამოვნებას. აი ჩვენ აღვნიშნეთ უსინათ ახალგაზრდებთან დაკავშირებით, მაგრამ რამდენად დიდია დღეს უბრალოდ საზოგადოებაში ახალგაზრდებში ჩვეულებრივ ადამიანებს გულისხმობ, ჩვენ კი ჩვეულებრივ რა თქმა უნდა, მაგრამ ხო და არა უსინათლოებს. ანუ რამდენად დიდია ახალგაზრდების მოთხოვნა თვითონ ოპერასთან დაკავშირებით, შეგვიძლია თქვა. ნუ ახლა ვთქვით მოთხოვნა რა ვიცი, მიხარია ხოლმე, როდესაც სპექტაკლზე ვხედავ, რომ დარბაზში შედან ახალგაზრდები. და მოთხოვნაც არის ისეთ ბავშვები ცდილობენ რომ ჩააბარონ ვოკალურზე, ისწავლონ. რა ვიცი, შევდივარ კონსერვატორიაში, არიან ძალიან კარგი ბავშვები და მოთხოვნილებაც ზოგადად არის ნორმალური მოთხოვნილება, ვერ ვიტყვი რაღაცა წვეტა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მოდიან, იმიტომ რომ შრომა, ისე და ისე შრომა არის, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი. და რა მინდა იცით თქვა, თან რა მიხარია დღევანდელ ახალგაზრდებში რომ მოდიან, იცით? ძალიან მომზადებულები მოდიან. რაც ჩვენ გვაყლდა. მე მინდა პირდაპირ თქვა, გვაყლდა. იციან ენები ძალიან კარგად, ხო? და ძალიან, ამიტომაც არის, რომ ძალიან დიდი გადინება ხდება. ძალიან ახალგაზრდა გამოჩნდება თუ არა, იმერებს და ევრემიდის უცხოეთში და იყვნენ თეატრებში, ძალიან კარგი ხმებია საერთოდ საქართველოში. და რომელი ენები იციან ხოლმე და საოპერო იტალიური და ინგლისური განსაკუთრებით. ნუ თუ გერმანიაში ვიდიხარ, გერმანული და იტალიური აუცილებლად. თქვენ თუ გქონიათ შემოთავაზება საზღვარგარეთიდან, რომ ყოფილიყავით რომელიმე საზღვარგარეთის იცით? არა, საერთოდ თეატრიდან შემოთავაზება იქ როგორ ხდება, იცით, სააგენტოებში უნდა გაიარო მოსმენა და ასე ვთქვათ, აგენტები მერე გამუშავებენ. იქ შტატიანი თეატრები მარტო მეგონი გერმანიაშია და შესაძლოა არცად არ არის. მაგრამ ქონია შემოთავაზება და აი ზუსტად მაგას აღვნიშნე. მე რომ მქონდა შემოთავაზება და მითხრეს, რომ აი შენ კარგი მომღერალი ხარ და აი ესე, მაგრამ რა ენაზე ვიკონტაქტოთ? და მე ძალიან ისე არ ვიცი ახლა ენა რომ მე ასე ვთქვათ თქვენ შვილებზეც ძალიან მინდა გითხოთ, ანუ რამდენად მიყვებიან ისინი მამის გზას სასიმღერო კუთხით და მუსიკალური კუთხით. ხო, რა ვიცი, სპექტაკლებზე დადიან, ესწრებიან, აგერ უფროსი გოგონა აპირებს. მე სადინეობთ, ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ, უბრალოდ არ ვაანონსებ, იმიტომ რომ ნახოთ ჯერ რა იქნება. ნახოთ აპირებს, რომ გახდეს ვოკალისტი, გახდეს მომღერალი, ძალიან უნდა, უყვარს და ვფიქრობ, თუ იშრომებს, მიაღწევს. აი ზუსტად ამას ველაპარაკები, რომ ენები ისწავლე კარგად და ბევრი იშრომე მეთქი. ხმა და მონაცემი ნამდვილად აქვს. საბედნიეროდ ხმაც და მონაცემით თქვენ სამივე შვილს აქვს, ხო? საბედნიერებად დიდია. თქვენ თქვით, რომ თქვენ თვითონ ამეცადინებთ და სკოლებს არ ენდობით, ანუ რატომ არის ეს? არა, ნდობით როგორ არ ვენდობ, უბრალოდ უნდა მივიყვანო რაღაც ეტაპამდე, რომ ჩავაბარო შემდეგ კონსერვატორიაში. არ ვიცი, ხა ჩემს შვილს მე საკუთარ ხო თვითონ მინდა რომ
და რაღაცა ჩემი სკოლა გაუზიარო, ასე ვთქვათ და ჩემი სკოლით წავიდეს. ესე ხშირად გამიგია რომ მშობლებს უჭირთ ხოლმე შვილების მეცადინეობა, თუნდაც სკოლის მასწავლებლები, რეპეტიტორები აყავთ მაინც რაღაც დისციპლინის კუთხით და თქვენ თუ გაქვთ ეს პრობლემა. მე არ მიჭირს, უბრალოდ ეხლა აბიტურიენტი რომ არის, ძალიან ბევრ საგანში ემზადება და პრობლემები გვაქვს ხოლმე საათებთან დაკავშირებით, თორე კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მიჯერებს. ბატონ სულხან, თუ არის საზღვარგარეთ კიდევ თქვენსავით წარმატებული უსინათლო ოპერის მომღერალი? რა ვიცი, ანდრია ბოჩელი ხო? აღნიშნულ. ახალგაზრდები მსგავსი არა ხო? არ ვიცი. ურთიერთობა თუ გაქვთ ზოგადად, ანუ უცხოელ ოპერის მომღერლებთან რაღაც კომუნიკაცია ურთიერთობის დონეზე? არა, ზოგადად ოპერის მომღერლებთან როგორ არ აქვს ურთიერთობა, უცხოელობა უსინათლოებთან მე არ მქონია ურთიერთობა. ერთხელ ვიყავი პრაღაში ვიყავი და გავიცანი, მაგრამ ძალიან ესეთი მინდა ვთქვა რომ საკმაოდ დაბალი დონე იყო რა კონკურსზე და ვიყავი ჩასული ვნახე და ასე ვთქვათ ვოკალისტების. ხო და თქვენს გასტროლებზე მოგვიყევით თუ შეიძლება, ანუ როგორ როდის მოგზაურობთ ხოლმე რომელ ქვეყნებში და ეს ძირითადად სეზონს გარეთ ხდება ხომ, ანუ ან გაზაფხულობით და ხო, ხან როგორ როდესაც არის თეატრი უგონთ ხელს გვიწყობს. საბედნიეროდ ეხლა ჯერ იმდენი სპექტაკლები არ არის და თუნდაც როცა იყო სპექტაკლები ბევრი, მაშინაც ხელს გვიწყობდნენ, მაგალითად ჯერ ოპერის თეატრი ამდენჯერმე ვიყავით ისრაელში, რიშოლიჩონის ფესტივალზე, ჯამბაზები წარმოვადგინეთ და კონცერტები მივეცით, ვიყავით შვეიცარიაში იყო თეატრი, სადაც ტრუბადური და სამსევდო დალი დაწარადგინა, ვიყავით ასე ვთქვათ, მე გიაუნიანი და კოჩა დათუსანი ვიყავით წასვლის შალიაპინის ფესტივალზე, ყაზანში. აიდა ეს რუსეთია. კი, აიდაში მივიღეთ მონაწილეობა, ნუ სოლო კონცერტები მქონდა საფრანგეთში, ინვალიდების სასახლე არის იქ ძალიან ესეთი ცნობილი სასახლე და ამერიკაში კაუფმან ცენტრში ჩვენ დამდგმელი ჩემ ქართულ მომღერალთან ერთად. რა ვიცი, გასტროლები ბევრი იყო და საინტერესო. საკმაოდ დიდი ხო, საკმაოდ. ყოფილად. ახლა მე და ბატონი თემურ გუგუშვილი, ბატონმა თემურმა უთხრა ბაქოში რომ კარგი მომღერალი ყავს ჩვენ საქართველოში, ამონაცვლო შემსრულებელი და აიდაზე ხშირად დავდივართ ხოლმე ბაქოში და რა ვიცი, არის ასეთი მოწვევები, შემოთავაზებები და სასურველი დუეტის შესახებ გითხარით. ვისთან ისურვებდით დუეტს? ხო, რა ვიცი ახლა. დავფიქრდით. რაღაც ძელი კარგი მომღერალია რომ ბევრთან ვისურვებდი რა. ანუ კონკრეტულად არა. ბევრთან მაგ ნამღერი შემიძლია ვთქვა კიდევ. ჩამოგვითალეთ გითხარით. ხო, ნამღერი გვაქვს აგერ ჯერ ქართულ მომღერლებს ვიტყვი აგერ ბატონ თემურ გუგუშვილთან მაგ ნამღერი, ჩემ გიაუნიანთან, ჩემი მეგობარია გიაუნიანი და ნამღერი გვაქვს ბევრი. ბევრი გვაქვს ბატონ პაატა ბურჭულაძესთან ატილაში რამდენიმე სპექტაკლი გვაქვს ნამღერი ერთად კარგი დუეტია ატილას და ეციოს დუეტი. კიდევ რა ვიცი, მიშელ კრაიდერი ხო თქვი რომ ჩამოდიოდა ნამღერი გვაქვს. ჩემი საყვარელი პარტნიორი ირმა ბერძენიშვილი მაგალითად ჩვენ გვაქვს ნამღერი ერთად, აგერ ირნა თაბორიძე ჯამბაზებში, ხათუნა ჭოხონელიძე. ბევრი ჩვენი ძალიან ბევრი კაი მომღერალთან ერთად მღერი ხოლმე და ბედნიერი ვარ რომ მათ ერთად მღერი. გასტროლებზე როგორ ხდება ზითად? თქვენ ეძებთ თუ ისინი პოულობენ და შემოთავაზებები თუ როგორ? ხან მე ვეძებ და ხან ისინი პოულობენ. არა, არის რომ მაგალითად შენ არა როგორ არის ისიც ვიღაცა მოგისმენს ამ სპექტაკლში, ამ კონცერტზე მოგისმენს ვიღაც და ასე ვთქვათ ეტყვის რომ არსებობს ასეთი კარგი მომღერალი წაიღებს შენ ჩანაწერს მოასმენებს და მე გიწევენ. განსაზღვრული საკითხი არსებობს ოპერის სფეროში, სადაც შეგიძლიათ ანუ შეუძლია მომღერალს მუშაობა. თუ უბრალოდ ხმაზეა ეს დამოკიდებული? ასაკი განსაზღვრული და იცით რა ზოგი არის მაგალითად ასაკში იწყებს სიმღერას, ასე რომ ნებისმიერ ასაკში თუ კარგად მღერი, მოკლედ. სულ ერთია ეს. ნებისმიერ ასაკში შეგიძლია კარგად იმღერო. ბალეტში მაგალითად არის ასაკი, რომლის შემდეგაც უკვე უნდა შეწყვიტო და ოპერის შემთხვევაში ოპერის შემთხვევაში ახლა შეიძლება უკვე ახალგაზრდა როლებზე აღარ 60 წელს გადაცილდები, აღარ დაგიძახონ ალფრედიდან ჰერცოგი არ გამღერონ, თორე შემოთავაზება მაინც ექნება. შეიძლება იყოს სხვა როლებზე შეიძლება დაგიძახონ და ხა ბარიბარის როლები ისეთია რომ თითქმის ყველა ასაკს ერგება. ხო და რას გეგმავთ მომავალში? რა გეგმები გაქვთ? ეს ამის შესაძლებელი. გეგმები როგორც სოლო მომღერალს არ ვიცი, ახლა აი ბატონი ბადრი ჩამობრძანდება და გადაწყდება თეატრში რა სპექტაკლები უნდა დაიგო. ახლა იძმება კარმენი, ნუ ვაპირებ. ახლა არა, მაგრამ შემდეგში შესვლას და სიმღერას ეს კამელიოს პარტიის ნახოთ.
მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ ოპერის სოლისტებისგან არსებული ანსამბლი გვაქვს სულიკო, რომელიც რაღაცა ოპერაში დაიბადა ეს იდეა, რომ ოპერის მომღერალი მღერის ხალხურ სიმღერას და აი ძალიან კარგი გასტროლია დიდ თეატრში გამოვდივართ სულიკო, არის ასეთი ძალიან ცნობილი კაპელა სვეშნიკოვის კაპელა და მღერით ნესუნდორმა, ესე იგი ტურანდოტიდან კალაფის არიას გაშლის 4 ხმაში. ეს არის სხვანაირი რაღაცა, საერთოდ ოპერის მომღერლები მღერიან 4 ხმაში გაშლის სიმღერას. და ძალიან საინტერესოა და კიდევ მეორე ნომერი გვაქვს სვეშნიკოვის კაპელას ერთად გვინოკახუროს ვასრულებთ ქართულს 4 სოლისტი გადავნაწილდებით და ძალიან ესეთი კარგი კონცერტი იქნება, კარგი ღონისძიება იქნება. ეს არის უახლოესი ღონისძიება, ჯერჯერობით რაც ვიცი. ანუ სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრის საზღვარგარეთიდან ჩამოდის, ხო? არა, მოსკოვში მოღვაწე ქართველია დიდი თეატრის სოლისტი და ბევრი თეატრში მღერის ბატონი ბადრი და ჩამოდის და ალბათ რამდენად ხშირია საზოგადოების დასწრება ოპერის სპექტაკლებზე? ხო, როცა არის სპექტაკლები მოდიან, მაგრამ იცით რა შეასახმე არ არის დიდი დასწრება სიმართლე თუ მინდა გითხრათ. მოუწოდეთ ჩვენს მაყურებელს რომ მოვიდეთ, იმიტომ რომ არ ვიცი რაღაცა მე ვფიქრობ რომ ახ არის ვისაც უყვარს ოპერა ფინანსური პრობლემა აქვს იმ ადამიანს და ვერ ახერხებს, იმიტომ რომ საჭმელზე უნდა გამოზოგოს, ხო, ოჯახში გამოზოგოს ეს ფული. აა და ვისაც ფული აქვს კიდე თლად არ გიждდება ხო ოპერა. თქვენი აზრით რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ თუნდაც ეს საოპერო მომღერლები ახალგაზრდები მათი გადინება შეწყდეს ქვეყნიდან და ხო, ეს ძალიან კარგი კითხვაა ეს მადლობა ამ კითხვისთვის. უნდა მოხდეს ის, რომ უნდა შეიქმნას პირობები საქართველოში, უნდა იყოს კარგი ხელფასები, რომ ადამიანებმა ასე არა, მომღერალი საერთოდ უნდა წავიდეს ხოლმე იმღერეს და ჩამოვიდეს. იმღერებს იქ და ჩამოვიდეს, მაგრამ აი ესეთი გადინება რომ არ რჩება არავინ ეს აგერ ძალიან ესეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ოპერის სოლისტის შტატი არის 36. მეტის მიღება არ შეიძლება. სავსე შტატი ახლა იმ ბავშვებმა ვის კარგები არის და დაამთავრეს. კონსერვატორია ხო უნდა იმღეროს. ხო და ამიტომაც უნდა მოხდეს ხელფასების მომატება, შტატების დამატება, რომ უნდა ავიდეს ბევრ შტატზე. სოლისტები და იმიტომ რომ ბევრი სპექტაკლი დაიდგას. და ვინაიდან მოსახლეობანო ეკონომიკურად არ არის ისე უზრუნველყოფილი და მწყიბრიანობა დაბალია, მაშინ რაღაც სახელმწიფო სუბსიდიები უნდა იყოს პროექტი, იმიტომ რომ თვითკმარი ვერ იქნება მაშინ. ხო, ამიტომაც ოპერაში რო ხელმძღვანელობა მოვა, ახლა აუცილებლად გაითვალისწინოს ეს მისმა დირექტორმა სამხატვრო ხელმძღვანელობა, რომ აი მოხდეს ეს შეკავება ამ ხალხის, მარტო მხოლოდ გასტროლებზე წავიდნენ, ჩამოვიდნენ, იმიტომ რომ კონკურენცია ზრდის დონეს. ხო და მეთანხმებით. კონკურენციაში რომ მოდის ახალგაზრდა, მაგრამ აი როგორ ახალგაზრდა მომღერლები, იფიქრე, აი სულხან შენ უნდა შეინარჩუნო ფორმა კი არა, უფრო მაგრად უნდა იმიცადინო, რომ გვერდზე არ გაიწიო. ასევე ალბათ ძალიან კარგი იქნებოდა, უფრო მეტი უცხოელი ვარსკვლავი ჩამოდიოდეს მსოფლიოდონის, რომ თავიანთი ფანების თუნდაც ჩამოიყვანონ და ამან უფრო პოპულარიზაცია მოახდინოს ქართული ოპერის და ასევე ფინანსურადაც უფრო ხელში შეუწყობს. აი მაგალითად ბატონ პალატას იავნელას ფონდისთვის ძალიან ბევრი მომღერალი ჩამოყავდა, ძალიან დიდი და ცნობილი მომღერლები ჩამოდიოდნენ და მღეროდნენ საქართველოში ჩვენთვის და დიდი მადლობა მას ამისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მომღერლის დიდ ხელოვნებას გვაზიარა. მაგრამ სამწუხაროდ დღესდღეობით დღეს ჯერჯერობით ხო, მაგრამ იმის არ შეწყდება, არ შეიძლება ეს შეწყდეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა ოპერისთვის, აუცილებლად, იმიტომ რომ ოპერა არის, ასე ვთქვათ, ჩვენი ფუფუნება. და დღეს კულტურის სამინისტროს რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით? ხო, რა ვიცი, ახლა რა დამოკიდებულება აქვს, ნუ ხო შევიკავებ შეიძლება. ახლა ეს კარგი გააკეთეს ნამდვილად, რომ ბატონი ბადრი არის სამხატვრო ხელმძღვანელი. ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, მე ასე მგონია, რა. ეს ჩემი სუბიექტური აზრი. მოდით თუ გაქვთ რაიმე სურვილი თქმის, ანუ რა ვიცი, მაყურებელს რომ მიმართოთ რაიმე სურვილი თუ გაქვთ. რა თქმა უნდა. ჩვენი დრო მაქვს სურვილიც მაქვს, ნატრაც მაქვს, მინდა რომ ქართულმა ხალხმა შეიყვაროს ოპერა. მოვიდნენ თეატრში, დაესწრონ, ნუ გონია, ნუ რა ვიცი, ჩვენ თეატრს ძალიან მაღალი დონე აქვს და რაც უფრო მეტი მაყურებელი მოვა, მეტი მაყურებელი მიხვდება ამას და გაიგებს.
არ არის ესე მე უყურებ ძალიან ბევრი თეატრების სპექტაკლებს, მაგრამ ჩვენ თეატრს საკმაოდ მაღალი დონე გააჩნია. უბრალოდ მართლა არ არის ბევრი სპექტაკლები და ეს დასანანია და უსურვებდი ჩემ თავსაც, ჩემ თეატრსაც რომ ბევრი სპექტაკლი ყოფილიყოს, რომ აი არ გვეცალოს, ასე ვთქვათ. აი რატომ იდგმება ნაკლები სპექტაკლი? ხო, ეს რა ვიცი, ეს ფინანსების ამბავია. ხო, დიდხარჯებთანაა დაკავშირებული. არასწორი წინა ხელმძღვანელობამ, ახლა ამიტომ ამაზე მელაპარაკა, ძალიან წინა 2 წელი ვის იყო და იმის არასწორი მენეჯმენტი გააკეთა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ვერ მოიზიდა ინვესტიციები, ვერ მოიზიდა ფული, რომ დაერიგა სპექტაკლები. რამდენად არიან მაგალითად უცხოელი შემომწირველები დაინტერესებული? ახლა და გააგებინო და ინტერესდებიან, თუ არ გააგებინებ, ვინაც დაინტერესდება. სამწუხაროდ ჩვენ დრო ამოიწურა და მე მინდა მივართო ქალბატონ თამარს იმისთვის რომ ჩვენ რაღაც ხარვეზების გამო ვერ მოვახერხებთ მისი ეთერში შემოყვანა და დღეს უნდა ყოფილიყო გადაცემა ქალბატონ თამართან დაკავშირებით და ბატონ სულხანის უნდა ესაუბრა ნამდვილად სამწუხაროდ მიზეზების გამო ვერ მოვახერხებთ მისი ჩართვა სკაიპით და დიდ ბოდიშს ვხდით ჩვენ ამისათვის ეს მგონი დროა დავამშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს ხო? დიდი მადლობა ბავშვებო მოწვევისათვის. დიდი მადლობა თქვენ მოგზაურობისთვის დიახ. და რა ვიცი. ჩვენ ერთი ვიდეოც გქონდა კიდევ თქვენი. ой, თქვენ დიახ, მოდი. კი, ნამდვილად, კი. მოდი, მეოთხე ვიდეოთი დავასრულოთ გადაცემა მეოთხე. იაგოს კრედო, ვერდი ოტელო, ბატონი თენგიზ მუშკუდიანის ვარსკვლავის გახსნაზე შესრულდა ეს. ჩვენ კი ორი კვირით გემშვიდობებით. გთხოვთ ვიდეო. Thank you.